დღეს გადაცემაში ნახავთ. ოღონდ მაინტერესებდა ეს ადგილი. ძალიან ნერვიულობ და არ დამამზი. ამას არის კითხვა წავიდე მე სადღაც მომიცურდება. ცოტა ხომ არ შეკაში. ვა, მაგარი ადრენალინია. აუ თამაში მინდა. კოკა ყოველთვის ყოიცი წყალს. ვერ მოიტანს. რისკს რო ვიტყვი, გამაჩერებ. ხო, რაღაც ეგრეა. ირე როგორ არის? ირე არის თუ. თუ წავაგენ აღდა ჩემი ბრალია. საღამო მშვიდობისა. მე ვარ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობთ თამაშს. შენ შეგიძლია მოიგო 100,000 ლარი. გთხოვთ მივესალმოთ პირველ მონაწილეს. ნინა საგინაშვილი. ნინა მშვენივრად გამოიყურებით. დიდი მადლობა თქვენს. ნინა არის 34 წლის პროფესიით კოსმეტოლოგი. დიახ. ამჟამად არის სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი. გახლავართ. ნინა, ვისთან ერთად მოხვედი? დღეს მოვედი ჩემს მეგობრებთან ერთად და ჩემს შვილთან ერთად, რომელიც დარბაზში იზრდება და ნერვიულობს ძალიან. შვილს მივესალმოთ. თანხას რომ მოვიგებთ, დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ. იმედია. რას ვაპირებთ? გეგმაში რა გვაქვს? მე და ჩემი შვილის გეგმა რომ შევიძინოთ სახლი და იმედია მოვიგებ. მე წარმატებებ გისურვებ. დიდი მადლობა. მე მინდა შეგახსენოთ წესები. დიახ. 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხეთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე შეკითხვა 3,000 ლარს. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ მოგებული თანხა. ოღონდ თუ არასწორად მიპასუხებთ დასმულ კითხვას, მაშინ წააგებთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხომ გონი ყველაფერი? თავარია კარგი თამაში ვითამაშოთ. და ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. აბა, პირველი შეკითხვა 100 ლარი. თუ დღეს ორშაბათია, რა დღე იყო გუშინ წინ? A. ხუთშაბათი, B. პარასკევი, C. შაბათი, თუ D. კვირა. C შაბათი. C. შაბათი. და სწორი პასუხია C. შაბათი. ნინა, მეორე შეკითხვა 150 ლარი. რა დატოვა კიბეზე კონკიამ, როდესაც პრინცს გაურბოდა სასახლიდან ევროპული ზღაპრის მიხედვით? A. სარკე, B. ტუჩშაცხი, C. აიფონი, თუ D. ბროლის ქოში. თუ არ ვცდები დე ბროლის ქოში აიფონი არ იყო. რა თქმა უნდა. კარგად გახსოვთ, ხო? კი. აიფონი არ დაუტოვებია. როგორც მახსოვს არ იყო მაშინ აიფონი. ესე იგი? დე ბროლის ქოში. დე ბროლის ქოში. და სწორი პასუხია დე ბროლის ქოში. აი ხედავ როგორ კარგად და ლაღად მივდივართ, ასე რომ არც ნერვიულობ, კარგია მომწონს. თქვენი დამსახურებით. მადლობა. მესამე შეკითხვა. 200 ლარი. რომელია ცნობილი წელვადი ქართული ტრადიციული კერძი? A. ხინკალი, B. საცივი, C. ელარჯი, თუ D. ჩაკაპული. C ელარჯი. ესე სწრაფად მიპასუხე რომ იცი ხო არც მოყვარული ვარ ძალიან კი. გასაგებია. ესე იგი საბოლოო პასუხია C ელარჯი. C ელარჯი.
და სწორი პასუხია რა თქმა უნდა C. გიყვარდება. ძალიან. მე ძალიან კარგი. აბა, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ეს არის მეოთხე შეკითხვა და 250 ლარი. რამდენჯერ ისმის ბგერა X ენის გასატეხში ბაყაყი წყალში ყიყინებს? A 5-ჯერ, B 6-ჯერ, C 7-ჯერ, თუ D 8-ჯერ. აბა ნინა, კარგად დავფიქრდეთ, არ ვიჩქაროთ. ჩამოთვალ შეგიძლია ჩამოთვალოთ. 5-ჯერ. რამდენჯერ? 5-ჯერ. არ დამამნიოთ. ძალიან ნერვიულობ და არ დამამნიოთ. არა, ბაყაყში რამდენი ყი არის? ბაყაყში 2. კი ბატონო. წყალში 1. ყიყინებს 2. გამოვიდა სულ? 5. საბოლოო პასუხია? 5-ჯერ. კარგი, გავაყუროთ. A 5-ჯერ. და ვნახოთ. იმედია არ შევცდი. იმედია. და სწორი პასუხია A 5-ჯერ. შემდეგი კითხვა 300 ლარი. ანუ გარანტირებული 300 ლარი. რომელია ყველაზე გავრცელებული სახელი საქართველოში? საქართველოს რეესტრის მონაცემების მიხედვით. A გიორგი, B დავითი, C ნიკოლოზი, თუ D ლევანი. როგორც მახსოვს და თუ არ მეშლება ბოლო მონაცემებით ეს იყო A გიორგი. ბოლო მონაცემებით, ანუ სად ნახეთ ეს ბოლო საკაც შემხვდა, აღარ მახსოვს. ანუ გახსოვთ რომ ეს გიორგი იყო? კი, მახსოვს. გავაყვითლოთ A გიორგი. და სწორი პასუხია A გიორგი. და თქვენ გარანტირებული 300 ლარი გაქვთ. დიდი მადლობა. ნინა, 300 ლარი თქვენია. ახლა კიდე უფრო განთავისუფლდებით ხომ? ასე თქვა. გონი კი. ვაგრძელებთ თამაშს. მეექვსე კითხვა 400 ლარი. ამ ძაღლებიდან რომელია ყველაზე მცირე ზომის? ზრდასრულ ასაკში მათი საშუალო ზომის გათვალისწინებით. A ჩიუაუა, B კოკერ სპანიელი, C ჯეკ რასელ ტერიერი, თუ D კავკასიური ნაკასი. აქედან ყველაზე პატარა, ნუ სავარაუდოდ ჩიუაუა, ჩიხუახუას გულისხმობენ სავარაუდოდ და ჩიხუახუა, იმიტომ რომ პატარა რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ყოველთვის პატარა ზომის რჩება და დანარჩენები, არა ეს ჯეკ რასელ ტერიერის სიმართლე რო გითხრათ არ ვიცი რომელია, მაგრამ ჩიხუახუა იმდენად პატარა ზომის არის, არ მგონია მაგაზე კოკერ სპანიელი კარგად ვიცით რა რადიო მილჯისთან, ნუ კავკასიური თავისთავად. თავისთავად. მათი ზომები ვიცით. ჯეკ რასელ ტერიერის არ ვიცით. სამწუხაროდ არ ვიცი რომელი ძაღლის სახეობა, მაგრამ მგონია მაინც ჩიხუახუა იმდენად პატარა ზომის არის, მაგაზე პატარა რა ვიცი რა უნდა იყოს სხვა. ჩიხუახუა. თქვენ ყავთ ისე? არა. ჩემს შვილს ყავდა. რა ძაღლი? ჩიხუახუა. ჩიხუახუა. დიახ. აჰა, გასაგებია. ანუ საბოლოო პასუხი მითხარით მაშინ? ჩიხუახუა. ჩიუაუა. ჩიუაუა. გავაყვითლოთ ჩიუაუა. კარგით. გავაყვითლოთ. და სწორი პასუხია ჩიუაუა. მილოცა. მადლობა. ძალიან კარგად მივიძებთ. წინ. დიახ. დახმარება ჯერ არ დაგჭირდა, ეს კარგია და შემდეგი კითხვა. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. რომელი არ არის აშშ-ს შტატი? A ნიუ-იორკი, B საკრამენტო, C ვაშინგტონი, თუ D მისისიპი. ნიუ-იორკი. შტატი. შტატი არ არის, ნიუ-იორკი. მე ნინა შეგიხსენებ დახმარება გაქვთ.
სამი დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. კარგად ვერ ყვევით ისე, კარგად ვიცით შტატები. ნორმალურად. რომელი არ არის ნუ-ნუ ამერიკის შეერთებული შტატების შტატი? მისასიპი ნამდვილად ვიცი რომ შტატია. ნიუ-იორკია, ასე მახსოვს. ანუ დახმარების გარეშე გავაყვითლოთ ნიუ-იორკი. დიახ. გავაყვითლოთ. ნიუ-იორკი. და სწორი პასუხია B. საკრამენტო. შემეშალა. ნინა, მე დახმარება შეკთავაზე, ქონდა სამი დახმარება, რომელიც არ გამოიყენე. ნუ ცდილობდი რომ ალბათ იქით და იქით გამოგეყენებინა, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, დარწმუნებული არ იყავით, მე მგონი უნდა გამოგეყენებინა. ძალიან მინერვიულად დღეს და ამის ბრალია. არაუშავს. დიდი მადლობა ჩვენთან მომბრძანებისთვის და თამაშისთვის. აბა ახლა კი დროა წარმოგიდგინოთ ჩვენი მეორე მოთამაშე. ბექა ბაღაშვილი, მივესალმოთ. აბა ბექა, როგორ ჩავჭერთ? ინტერესებდა ეს ადგილი. გაინტერესებდა როგორია? საინტერესო. საინტერესო. ძალიან კარგი. ბექა ბაღაშვილი, თბილისი. დიახ. ბექა არის 35 წლის. 5 წელია რაც YouTube-ზე მეუღლესთან ერთად ასწავლის ქართულს ინგლისურად. ეს ძალიან საინტერესოა. ასევე არის თვითნასწავლი მუსიკოსიც და წერს სიმღერებს, მართალია ხო? სიმღერებს. სულ მინდოდა მეც მუსიკოსობა და ვამბობ რომ შემდეგ ცხოვრებაში მუსიკოსი ვიქნები და არა მსახიობი. აუცილებლად. ბექა, ვისთან ერთად მოხვედი სტუდიაში? დღეს მე მოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად, დედასთან და სიდეთრთან. აბა მოგესალმეთ. საყვარელ სიდეთრთან. მოგესალმებით. ბექა, ნერვიულობ? ისე რა. ძალიან არა. მე ძალიან გონდა რომ არა. ძალიან ვინერვულებდი და როგორც ჩანს არ უნერვულობ. ძალიან კარგი. ტიპიკრია ალბათ. რამდენ ლარს მოიგებ? როგორ გონია? ნუ რა თქმა უნდა, მინდა 100,000. და რას უზამთ 100,000 ლარს? ვიმოგზაურებ. ვიმოგზაურებ. მზად ხარ თამაშისთვის? მზად ვარ. მაშინ მე შეგახსენებ წესებს. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა უპასუხოთ სწორად 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს. მეათე შეკითხვა იგებს 3,000 ლარს. თქვენ გაქვთ ასევე სამი დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო შენი მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ რა თქმა უნდა დაკარგავ შენს მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? მე მგონი ყველაფერი. გასაგები. მაშინ დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ. ჩვენ ვიწყებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი შეკითხვა 100 ლარი. რომელია ზომით ყველაზე დიდი? A. სპილო. B. თაგვი. C. ჭიანჭველა. თუ D. თვარე. თვარე. რომელია ზომით ყველაზე დიდი? ყველაზე დიდი, რა თქმა უნდა, არის მთვარე, მაგრამ ცხოველებში უცბად მთვარე რო იყო, დავიბენი D. საბოლოო პასუხია D. თვარე. D. თვარე. და სწორი პასუხია D. თვარე. ბექა 100 ლარი თქვენია. მეორე შეკითხვა 150 ლარი. რომელს ნახავთ საქართველოს საკონდიტრო მაღაზიებში? A.
იულიუს კეისარს, B. ალექსანდრე მაკედონელს, C. შარლ დე გოლს, თუ D. ნაპოლეონს. სიმართლე გითხრა, ყველას ვნახავდი სიამოვნებით. სიამოვნებით ყველას ნახავდი. ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაპოლეონს ხვდებით ხოლმე. D. ნაპოლეონს. ფიქრის გარეშე ესე იგი, ხო? კი. D. ნაპოლეონს. რა თქმა უნდა, D. ნაპოლეონს. კარგია, მე კარგად ვიმლობ და კარგად მივდივართ. შემდეგი შეკითხვა, ანუ მესამე შეკითხვა, 200 ლარი. რომელიც ცხოველის ტყავით იყო შემოსილი ტარიელი შოთა რუსთაველის მიხედვით? A. ვეფხვის, B. ლომის, C. ნიანგის, თუ D. დათვის. ტარიელი. აბა. წარმოიდგინე, ტარიელი. გახსოვთ ეს ტარიელის ასე ვთქვათ? კი. ისი საგმირო საქმე. საგმირო საქმე. დიახ. პასუხი. პასუხია ვეფხვის. A ვეფხვის. ანუ საბოლოო პასუხია A ვეფხვის. გავაყვითლოთ A ვეფხვის. და სწორი პასუხია A ვეფხვის. ძალიან კარგი ბექა. შემდეგი შეკითხვა. მეოთხე 250 ლარი. რომელი ლითონის სუფთა სახეობას ჰქვია ბაჯაღლო? ბაჯაღლო. A. ოქროს, B. ვერცხლის, C. სპილენძის, თუ D. ტყვის. აქაც პრინციპში ფიქრის გარეშე ალბათ A ოქროს. ალბათ A ოქროს. A. ოქროს. საბოლოო პასუხია ხო? კი, კარგი. გავაყვითლოთ A. ოქროს. და რა თქმა უნდა, ბაჯაღლო ოქრო. 250 ლარი თქვენია. და მივედით გარანტირებულ მეხუთე კითხვამდე, სადაც 300 ლარი გარანტირებული. თქვენი იქნება თუ რა თქმა უნდა, სწორად უპასუხებთ კითხვას. ჩამოთვლითაგან რომელ სიტყვაში არ არის ასოები ანბანის თანმიმდევრობის მიხედვით დალაგებული? A. 10, B. დევი, C. გემო, თუ D. ბურთი. აბა, აქ ახლა ფიქრია საჭირო, ადვილია, მაგრამ დაფიქრება უნდა. გახსოვთ ისე? ალბანის თანმიმდევრობა. კი, აბგდ, ასე იგი, რომელ სიტყვაში არ არის ასოები ანბანის თანმიმდევრობის მიხედვით დალაგებული? თანმიმდევრობის მიხედვით დალაგებული. ზუსტად არ უნდა იმეორებდეს ეს თანმიმდევრობას. დიახ, რა თქმა უნდა. ხო, ეს არის B დევი. მოდი ვიმჯელოთ. შეგვიძლია ხმამაღლა ვიმჯელოთ პირიქით. A. პირველი ასოა, ხო? კი. A პირველი ასოა. კი ბატონო. A B G D E V შემდეგ Z T-ა, მაგრამ მომდევნო ასევე I, შესაბამისად D V არის სწორი პასუხი. რომელში არ არის ასოები თანმიმდევრობით? მგონი კითხვა სხვანაირად გავიგე? მაშინ A B G D E V Z T I გავიგე. ახლა გავიგე A B G D E V Z T ხმამაღლა შეგვიძლია ვიმჯელოთ. მაშინ დაგვეხმარება ეს არის დიახ. D ბურთი. D ბურთი. D ბურთი. A B G D E V Z T I უკვე იქ ხდება, I ბოლოშია, U არ არის. ანუ არ არის ასოები ანბანის თანმიმდევრობა. ხო. არ არის, დიახ. არ არის, რა თქმა უნდა. ხო. D ბურთი. ესე იგი თქვენი საბოლოო პასუხია D ბურთი. D ბურთი. დამაბნეველი კითხვა იყო. დამაბნეველია, ხო? და სწორი პასუხია მართალი ხართ. D ბურთი. მადლობა. და გარანტირებული 300 ლარი
ბექა თქვენია. დილოც. დახმარებები არ გამოგვიყენებია. კარგად. ლაღად მივდივართ და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ხო თამაშს? კი, ვაგრძელებთ. ძალიან კარგი. შემდეგი კითხვა, მე-6 კითხვა. 400 ლარი. ჩამოთვლილი დროის ერთეულებიდან რომელია ყველაზე მოკლე? ყველაზე მოკლე. დიახ. A წამი. B მიკროწამი. C მილიწამი. თუ D ნანოწამი. ოპა. აი ხლა ეს სილაღე მივედით ესე იგი ომდე ხო? წამი, მიკროწამი, მილიწა, წამი, მილიწამი, მიკროწამი. ვიმსჯელოთ, ყველაზე მოკლე. ბეკა, სამი დახმარება გვაქვს ჩვენ. კარგი, მოდი გამორიცხვითო წავიდეთ. ყველაზე მოკლეს ვეძებთ. აი ყველაზე დიდი რომელია? აი მოთხიდან მაგალითად. წამი. აუთ. კი ბატონო, წამი. წამია ყველაზე დიდი. ამათ შორის. ხო, ამას ვლაპარაკობთ, რომ ყველაზე დიდი რომელი. წამი გამოირიცხა ესე იგი. კი ბატონო. შემდეგ მილიწამი, მიკროწამი, ანუ ნანო. ბეკა, ჩვენ გვაქვს სამი დახმარება. პირდაპირ დახმარების გამოყენება არ მინდოდა. 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხე დარბას. პირდაპირ დახმარების გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ თან რისკიც არ მინდა. ეხლა ნანოწამია მგონს, პირდაპირ ვფიქრობ, რომ ნანოწამია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მე მინდა შეგახსენოთ, რომ დაკარგოთ გარანტირებული 300 ლარი. არა და თამაში მინდა. თამაში გინდათ. მაგრამ თან რისკი რო გავრისკო, შეიძლება წავაგო, ხო? ამიტომ დახმარება ცუდი არ არის. თუ არა ვარ დარწმუნებული. მაგრამ ნანოწამი მგონია და ტყუილა გამოვიყენებ მაგ დახმარებას. გავრისკოთ? გავრისკოთ, ნანოწამი. 50-50 პრინციპში მოაკლებს მილიწამს და მიკროწამს. არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რას მოაკლებს, მაგრამ ხომ არ გამოვიყენოთ 50-50-ზე. თუ რისკავ? გავრისკოთ, ნანოწამი, D ნანოწამი. საბოლოო პასუხია? კი, საბოლოო. D ნანოწამი, გავრისკით. კარგად გავრისკეთ. არა. აბა, ნახოთ რა იქნება. აუ, თამაში მინდა. ბეკას თამაში უნდა. დახმარებები გქონდა, ბეკა, 3 დახმარება გქონდა. მე შემოგთავაზე დახმარება. ძალიან დამწყდება. შენ უარი მითხარი და თქვი რომ გავრისკაო. და რას ვიზამთ? მართალია, D ნანოწამი. ცოტა ხომ არ შეგაშინე. კი. კარგია. აღარ ვარ ისე. არა უშავს. ამას უფრო თავდაჯერებული უნდა გახდე. ხო, ალბათ. კი ბატონო. ვაგრძელებთ ამას, ხო? კი, ვაგრძელებთ. მე-7 შეკითხვა 500 ლარი. რომელმა ქვეყანამ აირჩია პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი 2025 წელს? A. სამხრეთ კორეა. B. იაპონია. C. სინგაპურმა. თუ D. ტაილანდმა. აქ პირდაპირ იაპონია მახსოვს და იდეა უნდა გავრისკო, იმიტომ რომ ესე დარწმუნებით უკვე ვეღარ ვამბობ პასუხებს აიბრილ 5-ში როგორც ვამბობდი. ამიტომ ეხლა კიდე იმ 3 დახმარება წრეზე ხო არ შეგახსენოთ 3 შენ კიდე რომ დამახარჯინო ეს 3 დახმარება. მე მინდა დაგეხმარო, იმიტომ რომ დარწმუნებული უნდა იყოს. ხო, თან დარწმუნებული უნდა ვიყო. მე არ მინდა რატომ გარანტირებული აბა იაპონია.
რატომ მახსოვს იაპონია? ვიღაცას შეხვდავი, რომელიღაც პრეზიდენტს. სულ რაღაც შარშან. ხო, შარშან შეხვდა ვიღაცა პრეზიდენტს. კი ბატონო. აბა ვის? უნი ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა თუ რაღაცა. სამხრეთ კორეა, სინგაპური, პირველი ტაილანდი. ქალი პრემიერ-მინისტრი. თან ხო პირველი უნდა იყოს თვითონ ამ ქვეყანაში. პირველი, რა თქმა უნდა. შეიძლება მანამდე წავდა იაპონიას ქალი? ეხა მე ასე რისკით რომ წავიდე მე სადღაც მომიცურდება ფეხი. მაგრამ სამი დახმარება გვაქვს ბექა. 50-50-ზე. ერთი წამი. შეგვიძლია. გამოვიხედეთ. სამხრეთ ან ზარი ახლობელთან. სინგაპურში, ისინი საერთოდ სამხრეთ ან? კორეა, სინგაპური, ტაილანდი. ითხე დარბას. თუ გარის გავისე. მარტო მეორეჯერ გავრისკოთ, მეც აღარ გავრისკავ. მეც აღარ მეც აღარ იაპონია. გავაკვირდოთ ესე იგი კი, იაპონია. ბ იაპონია. ვაკვირდებთ ბ. აუ. იაპონია. მე ჯერ აღარ გავრისკავ. ესე იგი ორჯერ რისკი ცუდია. ნახოთ რამდენად გაამართლებს. კოკა ყოველთვის ხო იცი წყალს ვერ მოიტანს. მესამეჯერ არ მოიტანს რა. მე არა და აქაც შემოგთავაზე სამი დახმარება. უარი თქვი ხო. და იაპონია ჩემი ბრალია იქნება. ბექა ამჯერად არ მჯერა. მართალი ხარ. ბ. იაპონია. მაგარია. ესე იგი მაგრამ რისკმა მეორეჯერაც გაამართლა. მეც всё, რისკს რო ვიტყვი, გამაჩერეთ. კი ბატონო. ადრენალინი არის მოკლედ აქ. ძალიან კარგი. ვაგრძელებთ თამაშს ბექა ბაღაშვილთან ერთად და მერვე შეკითხვა 1000 ლარი. რომელ წვრთნელს აქვს მოგებული ევროპის 5-ვე ტოპ ლიგა? 5-ვე. პეპ გვარდიოლას, A. B. ჟოზე მოურინიოს, C. იურგენ კლოპს, თუ D. კარლო ანჩელოტის. აბა ბექა, ევროპის სპორტში როგორ ავართ? ნორმალურად მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთიც გიყვართ? განსაკუთრებით. ეს ტრენერებიც კი, ვიცი. 4-ვე იცით, ხო? რა თქმა უნდა. გვარდიოლა, ბარსელონა, მანჩესტერი სიტი, მეტი არ ქონია, 5-ვე, ხო? კი ბატონო. მაურინიო, რეალი და გონის. კარგია, კარგი. ხმამაღლა ჩამოვთვალოთ. პორტუგალია ტოპ 5-ში არ შედეს. რომელი? პორტუგალია, მაურინიოს პორტუგალია არ შევა ტოპ 5-ში. აბა რომელია ტოპ 5 ლიგა? ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი. კი ბატონო. იურგენ კლოპი საერთოდ არ ყოფილა იქ, რა ქვია, სხვა ქვეყნებში ესე. სულ ლივერპული, გერმანია აქეთკე. ნუ ანჩელოტი დარჩა. ანუ გამორიცხვის რისკს არ ვამბობ, ეხლა გამორიცხვის. ეხლა გამორიცხვის. კი ბატონო, მიყვეთ. მაგრამ ისევ თან რისკის ეფექტი დაჰკრავს. ანჩელოტის საფრანგეთში მოღვაწეობა არ რომელს გამორიცხავ ამ 4-დან? ანუ საერთოდ რომელია ეს? ვფიქრობ რომ ანჩელოტია რა. მაგრამ ანჩელოტის აი იტალია, ესპანეთი გარანტია. ეხლა მივდივართ მესამე რისკზე. დახმარების გარეშე. ო თუ მაინც აქ უკვე დახმარებას გამოიყენე. მაურინიო ინგლისშიც იყო, ესპანეთშიც იყო, იტალიაშიც იყო. გერმანიაში მაურინიო, გერმანიაში სად იყო? საფრანგეთში და გერმანიაში არ მახსოვს. გვარდიოლა შანსი არ არის. არ არის, კარგად გახსოვს გვარდიოლა. გვარდიოლა მიყვარს ძალიან, ჩემი საყვარელი იონება. კლოპიც შანსი არ არის, იმიტომ რომ ესპანეთში არ ყოფილა. და კარლო ანჩელოტი რჩება თან ყველაზე ამათ შორის ყველაზე ის არის დიდია და შეიძლება მისი ძველი სამწუხარო კარიერა არ მახსოვს, ხო? ხომ არ გადავამოწმოთ მაინც დახმარებას, რა სიტყვა. ვა, მაგარი ადრენალინია. თუ მესამეჯერაც გავრისკავთ და ღმერთი სამობით არის და დე კარლო ანჩელოტი. გავაყვითლოთ? გავაყვითლოთ. ვაყვითლებთ. დე
კარლო ანჩელოტი. მესამეჯერ გავრისკით, ხო? თუ წავაგე ნახდათ ჩემი ბრალია, მაგრამ თუ არ წავაგე, რისკი და გამორიცხვები გამოვირიცხე. თუ არ წააგე, რისკი და გამორიცხვები არა, გამორიცხვები არა, რისკი, რისკი. ხო, აღარ იქნება. ხო, აღარ. დახმარებას გამოიყენებ ესე. აუ, კარლო ანჩელოტი, შენ დიდი ხარ და ბევრი რაღაც საფრანგეთშიც მოდით კომპიუტერს უთხრათ, გვაჩვენოს სწორი პასუხი. მართალი ხარ და მოიგი 1000 ლარი ხარ. Yes. აია. ნახე, რისკმა როგორ გაამართლა. ნამდვილად დახმარებების გარეშე. დახმარებების გარეშე წინ არის მე-9 შეკითხვა. აჰა. 2000 ლარი. როგორ ითხოვდნენ მორზეს ანბანი დახმარებას სოს? სოს. ტირე წერტილი ტირე. წერტილი 2 ტირე წერტილი. C 3 ტირე წერტილი 3 ტირე. თუ D 3 წერტილი 3 ტირე 3 წერტილი. აბაბეკა. რისკი დავივიწყეთ, გამორიცხვაც დავივიწყეთ, ახლა მგონი ლოგიკა უნდა ჩავთვალოთ. ძალიან კარგი. ტირე, წერტილი, ტირე. სოს, ანუ გვიშველი. გავს, წერტილიც ოს გავს. დიახ. წერტილი 2 ტირე, წერტილი. 2 ტირე ოსთან კავშირში. რატოა? არანაირი კავშირში არ არის. აი, B ცოტა მეეჭვება. C 3 ტირე, წერტილი, 3 ტირე. წერტილი. ესეც გავს 100. მაგრამ 3 ტირე რატოა? სოს 1 2 3 მოსმა. შეიძლება. ეს უფრო იმისთვის იქნება მოგზაურები რომ მიდიოდნენ შუა საუკუნეებში და იკარგებოდნენ და რომ წერდნენ სოს. კარგი, დეც გამიხილოთ 3 წერტილი 3 ტირე, ესეც გამოვიწყე. B-დ გამოვიწყე. B და D გამოვიწყე. ხო, გამოვიწყე რა ლოგიკამ თქვა, არა. კომპიუტერმა ხომ არ გამოვიწყოს ეს 50-50-მა. ან რამე სხვა დახმარებამ. კარგი აზრია კომპიუტერი. მაგრამ კომპიუტერმა ეხა ეს BD რო წამიშალოს ეს არ მაწყობს. იმიტომ ეს მე ისედაც გამოვიწყე, მაგრამ აი 3 ტირე წერტილი 3 ტირე. იქნებ სხვა რამე წაშალდეს. არა, მაშინ ზარი ახლობელთან შეგვიძლია. ან დარბას ვკითხოთ. დარბას დებიციან? ვკითხოთ. კი ბატონო. ტირეს ცემგონია. ცემგონია. ანუ 3 ტირე წერტილი 3 ტირე. კი. ეს უკვე მგონია ლოგიკით რა. კვლავ რისკზე მივდივართ. ეს მაცდუნებელი კითხვა. თუ მაინც დახმარება ბეკა. აქამდე რისკმა სწორად წამიყვანა. მაგრამ ახლა ლოგიკა მოდი კომპიუტერს გამოვარიცხინოთ რა. 50-50. ხო და იმედი მაქვს რომ კი ბატონო. ჩემს ლოგიკაზე ვიყენებთ დახმარებას 50-50-ზე. კომპიუტერს ვთხოვ, წაშალოს 2 არასწორი პასუხი. ხო, ნუ მაშინ ეს არის ხო, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ. დიახ. 3 წერტილი 3 ტირე 3 წერტილი. აქ ახლა დეზეც დავფიქრდი რომ 3 წერტილი ხო არ არის რამე და 3 ტირეთი 0-ს ხო არ კრავდნენ და ისევ 3 წერტილი იყო. აუ რატოა ესეთი დამაბნე? ეს ახლა ვერ გეცოდინება რა. ბეკა ამიტომ მეზღვაური არ ხარ, მოგზაური. 2 დახმარებაც გაქვს. ამდენის გამოყენება არ მინდა. ჩემს თავს ვენდო ისევ.
ლოგიკას ვენდობ და მოდი C იყოს. მე უნდა შეგახსენო რომ შეგიძლია დაკარგო თანხები ცოტა რომ დამეხმარო და რო არ დავკარგო. გეხმარებით იმით რომ გთავაზობ დახმარებას. აი, ზარი ახლობელთან. ზარი ახლობელთ. ახლობელს ეცოდნება ახლა ეს? აი ეს არ ვიცი. მაშინ დარბაზის დახმარება. ან ისევ გავრისკოთ. შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ანუ ფულზე აი ხა უბრალოდ მუღამი აქვს თამარს ხოლმე. ამაში ეს. 3 ტირე წერტილი 3 ტირე. 3 ტირე წერტილი 3. აი მორზეს ამ წარმოვიდინოთ მორზეს ამ ამბად. კი ახ, აი. საშიშროება, ხოლმე რაღაცა ფილმებშიც ვინახია რაღაცა რომ აი ესე. რაღაც ეგეთი ხარ, ხო? ან დიახ. მორზეს ამბანზე რომ დავფიქრდი, დიახ. ახლა D არის უფრო სწორი. 3 წერტილი, 3 ტირე, 3 წერტილი. 3 ტირე, ხო? 3 ტირე არ გამიგეთებია. 3 წერტილი 1 ტირე გავი. რაღაცა კითხოთ დარბას. აუ არა. არა. დამჭირდება ეგ დახმარებაც გჭირდება იქით. როგორ ხმით როგორ არის? ხო, რაღაც ეგრეა ალბათ. ესე ხმებია ხო? ტირე როგორ არის? ხო. ტირე როგორ არის? ტირე არის თუ. ხო. ბექა რა ვქნათ? ხარ მინდოდა დახმარების გამოყენება. მაგრამ მაინც მოგვიწევს მე მგონი. თუ არა ვარ დარწმუნებული პასუხში მე მგონი უნდა გამოვიყენოთ დახმარება. მორზე, ხო, აი მორზეს ამბანი, აი რატო არ დავინტერესდი არსოს მორზეს ამბანი, მარტო ვიცი რომ მორზეს ამბანი არსებობს. მოდი მაშინ დავრეკოთ. დავრეკოთ. ვის დავრეკავთ? ჩემს მეგობართან დავრეკოთ, იმიტომ რომ მეშინია. ზარი ახლობელთან ესე იგი ვიყენებ დახმარებას ჩემს მეგობარ გურამის დავრეკავთ. ვეკავთ მეგობარ გურამთან. ვა 3 ტირე მორზეთი. წერტილი. დიახ. გურამ მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია გახლავართ გათამაშებიდან შეგიძლია მოიგო 100,000 ლარი. დიახ, თქვენი მეგობარი ბექა ბაღაშვილი მიზის ახლა წინ და მას თქვენი დახმარება სჭირდება. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო. ბექა თვითონ გეტყვით კითხვას და 30 წამში თქვენ უნდა გითხრათ პასუხი. დრო ჩაირთო. გურამ, მორზეს ამბანით, როგორ არის დახმარება SOS? C მაქვს ერთი პასუხი. 3 ტირე წერტილი 3 ტირე, ერთი ვერსიაა ეს. მეორე ვერსია მაქვს 3 წერტილი 3 ტირე 3 წერტილი. მორზეს ამბანით, SOS. როგორ არის? მალე 5 წამი. 5 წამი დაგვრჩა. 4 გონი მეორე უნდა იყო. თქვათ ესე ბოლომდე ვერ მოასწრო გურამმა თქმა, მაგრამ მგონი მეორე უნდა იყოსო, ასეთ რამე გავიგე. ანუ მეორე ეს არის 3 წერტილი, 3 ტირე, 3 წერტილი. ეს კითხვა ცოტა მეათეზე უნდა ყოფილიყო რა. კაი, მოდი ამას ახლა მეგობარს დავუჯერებ. დიახ. და მის ინტუიციას და ლოგიკასაც. და ჩემს პირველ იმას გადავთქვა და იყოს D. პირველ ვარიანტს გადათქვამთ ეს იყოს C, ხო? და იყოს D. D, 3 წერტილი, 3 ტირე, 3 წერტილი. თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? აუ ეხა C რო იყოს და ჩემი პირველი იმით რომ უნდა რო გავყოლოდე ხო ვინანე რომ გაყევი ბექა ამ შენს ინტუიციას. ბექა თამაშიც ამაშია. თქმა უნდა. რა ვქნათ? გამოვიყენოთ მესამე დახმარებაც. თუ გურამაც ისე მიპასუხა რაღაც. გონი თუ დავაფიქსიროთ. გონი მეორე უნდა იყოს, ხო?
D. პასუხია D. ვაფიქსირებთ. კი. 3.3-3. კი. გავაყვითოთ. D. ბექა ნერვიულობ. ძალიან ნერვიულობ. ერთი დახმარებაც გქონდა. კი. თქვენი მეგობარი პროფესიით ვინ არის? პროფესიით ეკონომისტი ალბათ, ფინანსისტი. აჰა. სამი წერტილი. და ბექა. სწორი პასუხია D. სამი წერტილი. Yes. ოჩა. თქვენმა მეგობარმა ასე ვთქვათ, კი. ბოლოსკენ უცებ მგონით გონიო მეორეო და ორი წამი, ერთი წამი. მაგრამ ნუ რაღაცა რისკი მაინც იყო თქვენგან, ხო? ძალიან. ეხა მე რო წავსულიყავი იმ ჩემს იდეებზე ყველაფერი ჩამეფუშებოდა და ძალიან კარგი. ვქენი რომ დახმარებები გამოვიყენე. 2000 ლარი თქვენია. დაგვრჩა ერთი დახმარება კითხე დარბას. ასე რომ მეათე შეკითხვა ეს არის გარანტირებული 3000 ლარი. რამდენი პრემიერ-მინისტრი ყავდა გაერთიანებულ სამეფოს ელისაბედ მეორის მმართველობის პერიოდში? მისი დედოფლად კურთხევიდან ბოლო დღემდე. A 9 B 11 C 13 თუ D 15. გარანტირებულ თანხა უნდა მოვიგოთ. ამიტომ ამ კითხვას უნდა უპასუხოთ. დაუპასუხოთ. და ძალიან ახლოსაა რიცხვები. გახსოვთ ისე ვიღაცები მახსოვს, მაგრამ 9-დეც ვერ ავდივარ მგონი. რამდენს? 9-დეც ვერ ავდივარ. 9-დეც ვერ ავდივარ. კაი, მოკლედ ელიზაბეთ მეორე იყო მე-20-დან ბოლომდე. მე ხა ვინც მახსოვს იყო კი ბატონო. კამერონი, ბლერი. ვინ გვახსოვს? ხმამაღლა ვთქვა, კი ბატონო. ტონი ბლერი. დიახ. ბოლოს რო იყო ის კიდე 1-3. ნუ 9-9-დეც უნდა ავიდე, მაგრამ ვერ ავდივარ 9-დეც ვერ ავდივარ. ადრე მე რადგანაც ეს მნიშვნელოვანია, ეს კითხვა ასე მგონია. შეგიძლია მესამე დახმარებაც გამოვიყენოთ. ან შევწყვიტოთ თამაში და ეს წაიღო მოგებული თანხა, ამ შემთხვევაში ეს არის 2000 ლარი. თუ არასწორად უპასუხე კითხვას, მაშინ დაკარგავ 1700 ლარს და არა, ხო, დასაკარგი არ არის 1700-ს. კაი, პრემიერ-მინისტრები ალბათ არიან მაქსიმუმ 4 წელი, 5 წელი, ორჯერ ვადით. ალბათ ინგლისში ზუსტად არ ვიცი ახლა ეგ. და ქალი იყო 80 წელი ალბათ, ან 60. გახსოვთ ელისაბედი რამდენი წელი მართავდა სადაც? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 80-თან იყო რაღაც. მოდი დახმარება გამოვიყენოთ. კითხოთ დარბას. კი, ვკითხოთ დარბას. ვიყენებთ მესამე დახმარებას. კითხე დარბას. ახლა ვთხოვ მაყურებელს ხელი აიწიოს, ვინც იცის სწორი პასუხი. ერთი ეს ბიჭი. მხოლოდ ერთი იწევს ხელს. გთხოვთ თუ შეიძლება რომ წამოგძანდეთ. 11. ლუკა ფიქრობს 11-ს. დარწმუნებული ხარ ლუკა? დიახ. დარწმუნებულია. გული მიგრძნობს. და ვის? გული მიგრძნობს არ თქვა. როგორც წესი ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი არ იქნება და 10-ზე მაღლა უეჭველი იქნება. 13 უბედური რიცხვია, მაგიტომაც 11. ბეკა. აბა, მადლობა ლუკა. მოკლედ ერთი პასუხი გვაქვს. გვითხრა 11 ხო? 13 თარსიაო, 9-ზე მეტი, 10-ზე მეტი იქნებაო და ნუ 15 ძალიან ბევრიაო. ბეკა 2000 ლარია თუ შეწყვიტავ თამაშს. 2000 ლარი. თუ გარისკავ, მაშინ შეიძლება არ გაამართლოს და დაკარგოთ 1700 ლარი.
რას ვისაუბრთ? იცი როგორი სიტუაცია ის ისეთი კითხვა რომ ვიღაცამ უნდა იცოდეს უნდა უყვარდეს პოლიტიკა და ერკვეოდეს დიახ. და დაზუსტებით ეცოდინება. სხვა ვარიანტში ყველა წავა რაღაცა გამორიცხებით და ლოგიკებით და მაგიებით და ის და ეს. დიახ. ყველა. მეც ასე მივდივარ და მეც ასე წავიდოდი. და თან ჩემი საყვარელი რიცხვი არის 11. თან არის 11. ლუკას მაინც არ ეთქვა ჩემი საყვარელი რიცხვი. ხო, ანუ ჩემი საყვარელი ანუ რიცხვი კიდე რისკავ. ლუკას ესე იგი ვიყვარს ეს რისკი, მე ვიყვარს. ხო და აი უკვე აღარ ვრისკავ. მეოთხედ გავრისკოთ არა. არა. შოუა, კარგი შოუა ძალიან. ძალიან სასიამოვნო აქ ყოფნა. მიხარია ამის თქმა თქვენგან? და ძალიან მინდოდა კიდევ თამაში, კითხვების მოსმენა განსაკუთრებით, მაგრამ ჩემი ბრალია აი ეს მორზე ცხოვრებაში მორზე უნდა გამხსენებოდა. და იქ დავახარჯეთ ბევრი ასე კი, ვთქვათ. დავახარჯე. აი ხარ სიტყვაზე 50-50 რომ მქონოდა, ცოტა კიდევ უფრო გადავიხრებოდი. ანუ ეს იმას ნიშნავს ბექა რომ აღარ ვისკავთ. დავწყვეთ თამაშს. რო უყურებდი ამ გადაცემას ტელევიზორიდან რას ვიზამდი? იმიტომ რომ საინტერესოა. სახლიდან რო უყურებ, ხო, ყოველთვის ადვილია. რა თქმა უნდა. დარბაზიდანაც ადვილია ეს. აი ეგ რო გამოვლენ, მე უკვე იქ ცოტა რთულდება. აბა, საბოლოო პასუხი. ან არა, წყვეთ წყვეთ თამაშს? თამაშს. წყვეთ თამაშს. საბოლოო გადაწყვეტილება წყვეთ თამაშს? კი, წყვეთ თამაშს. კარგით. წყვეთ თამაშს, ესე იგი 2000 ლარი თქვენია, მაგრამ მოდი ვთქვათ ვარიანტი. 11-ს იტყოდით ასე ვთქვათ. 11. ცოტა მგონი. 15. სწორად მოიქეცით რომ ასე ვთქვათ აღარ ენდეთ. უკვე მეოთხეჯერ. ნამდვილად, დიახ ნამდვილად. და ეს იყო D15. მე გილოცავ თქვენ 2000 ლარს და მადლობა მობრძანებისთვის და ამ შოუში მონაწილეობის მიღებისთვის. ჩვენმა მეორე მონაწილემ შეწყვიტა თამაში და მოიგო 2000 ლარი. ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.